გაგონებით ბევრს გაგეგონებათ. ნახვით კი დარწმუნებული ვარ, ბევრს არ გენახვებათ. ქართველს არ უყვარს მოგზაურობა. მიულა-მოულა და შესწავლა თავის მშვენიერის სამშობლოს. კლდეში გამოქვაბული მონასტერი მტკვრის ვიწრო ხეობაშია. მტკვარიზე მოჰქუხს როგორც თერგი. საამოა მისი შხუილი და ბობოქრობა წყნარ და მთვარით გაკაშკაშებულ ღამეს. საგანის საუბრისა ამჟამად ვარძია გახდება. შარშანწინ ზედიზედ ორჯერ ნახე. მისასვლელი გზები ცუდი აქვს. ეს დიდებული ნაშთი, დიდებულის წარსულისა მინგრეულ-მონგრეულია. პატივსა და დიდებას აყრილი, გვირგვინ ახდილი და კერა ჩამქრალი. უპატრონოდ დარჩენილს მონასტერს სტიქიონი უფლობს და ნუ არ გაგიკვირდებათ, თუ მისი სენაკნი ხვლიკითა და ღამურათა ბინად გადაქცეულა. სიტყვით ვერ ვიტყვი იმ გულის სიმწვავეს, რომელიც ჩემს სულის არსებას მოედო, ოდეს ვიხილე ეს შეუბრალებელი გავერანება და გაუხრება გატიანება. ნუ თუ ეს მინგრეულ-მონგრეული ვარძია, სიმბოლოა დღევანდელი საქართველოსი. ყაჩაღობა ხომ დღესაც არ შეწყვეტილა. გულისა და სულის ყაჩაღი უფრო სასტიკი და საშიში არ არის, ვიდრე თოფი არაღიანი ფირალი. ვინც מחვილით პარპაშებს, מחვილივე დაღუპავს. სულისა და გულის ნადირს კირიღათი უნდა შეხვდე. ალექსანდრე ფრონელი, დიდებული მესხეთი, 1912 წელი. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე და გიბრუნდებით დაკარგული დიდებული მესხეთის 50-ე სერიად. როგორც უკვე თქვენ თავად მიხვდით, დღევანდელ სიუჟეტში იხილავთ მესხეთის მშვენიერებათაგან ერთ-ერთ გამორჩეულს და მარგალით სრულიად საქართველოსას ვარძიას. და ჩვენ დასაბედნიეროთ, ის ბევრად იმაზე კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ქართველ მოღვაწესა და მესხეთის დიდ მოამაგეს ალექსანდრე ფრონელს მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის დახვდა. დანარჩენი კი დეტალურად, რა თქმა უნდა, უშუალოდ სიუჟეტიდან. წავით. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ტერმინი მესხეთი წარმოადგენს კრებით ტოპონიმს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს და ფეოდალურ წარსულში მოიცავდა ისტორიულ საქართველოს ისეთ მხარეებს, როგორიცაა სამცხე, ჯავახეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, არტაანი, კოლა, ერუშეთი, ლაზეთი და თითქმის მთელ სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიას ტრაბზონამდე, სადაც ქართველურ ტომთაგან დომინირებდნენ ისეთი ხალხები, როგორიც იყვნენ მესხები, ჯავახები, ლაზები და ჭანები. ეს ყველაფერი მოიყვანე იმისთვის, რომ პარალელი გამევლო ვარძიასთან როგორც ტოპონიმთან მიმართებაში. რამე თუ ამ სახელწოდების ხსენებისას, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მასში იგულისხმება ერთის მხრივ ქვაბებისაგან შემდგარი ქალაქი, მეორეს მხრივ ქრისტიანული სავანე, ხოლო მესამეს მხრივ ციხესიმაგრე. ესე ვითარ ნიჭი და პატივი მის მიერ შეყვარებულმან ღმერთმან თამარსა, გარნა არცა ის უდებ იქნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღვთისათა. ამისათვის ხელყო ახშენებად საყოფელსა გამარჯვებულსა მისსა ზეშთა კურთხეულისა ვარძიისა ღვთისმშობლისა. ზემო ვარძიის ქვემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელიც კლდისაგან გამოჰკუეთა. ესე ვარძია პირველად დაწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის. გარნა ვერ სრულ ექნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ. ეს გახლავთ ნაწყვეტი საისტორიო სახის თხზულებიდან, რომელიც ეკუთვნის თამარ მეფის მემატიანეს. და მასში აღწერილია თამარისა და მისი მამის, გიორგი მესამის მეფობის პერიოდი. ამ მე-13 საუკუნის ხელნაწერიდან ჩვენ ვიგებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ამბავს. პირველი, რომ ზემო ვარძია გახლავთ წინამორბედი იმ კლდეში ნაკვეთ კომპლექსისა, რომელიც ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტს წარმოადგენს. და იმისათვის, რომ თქვენთვის უკეთ გასაგები იყოს, აქვე დავამატებ იმასაც, რომ ზემო ვარძია არის ის ადგილი, სადაც დღეს ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. მეორე ის, რომ ქვემო ვარძიის, ანუ კლდეში ნაკვეთი კომპლექსის აღშენების პროცესი ჯერ კიდევ გიორგი მესამის მიერ არის დაწყებული. ხოლო მისი გაგრძელება, სრულყოფა და დასრულება კი უშუალოდ მეფე თამარის მმართველობის ხანაშია განხორციელებული. სანამ მესხეთისა და სრულიად საქართველოს მშვენებაზე, ოქროს ხანაში კლდეში გამოქანდაკებულ კომპლექსზე დავიწყებდე საუბარს, თავდაპირველად ვარძიას როგორც ტოპონიმს შევეხები და განვიხილავ მის წარმომავლობას. ყველაზე გავრცელებული ლეგენდა, რომელიც მიუთითებს ამ სახელწოდების წარმოშობაზე, ბევრი თქვენგანისათვის ნაცნობია. დაუკავშირდება ამბავს, რომლის თანახმადაც მესხეთის მიდამოებში ამალასთან ერთად მონადირე მეფე გიორგი მცირეწლოვან შვილს უცაბედად დაკარგულ თამარს დაეძებს. პატარა გოგო კი იმისათვის, რომ მის მაძიებლებს თავისი ადგილსამყოფელი ამცნოს, პერიოდულად უძახის აქავარძია. მაშველთათვის დაძახილი აქავარძია კი გარდაიქმნა სიტყვა ვარძიად, რაც შემდგომად ალაგის სახელწოდებად ჩამოყალიბდა. მაგრამ თუ დღემდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებს გადავხედავთ, ნათლად სჩანს, რომ ამ ამბიდან თითქმის 2 საუკუნით ადრე
ჯერ კიდევ მე-11 საუკუნის პირველი ნახევრიდან ვარძიის სახელით ისტორიულ სამხრეთ საქართველოში არსებობს დასახლება, რომელსაც დღეს ჩვენ ზემო ვარძიად ვიხსენიებთ და როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ალაგზე დედათა მონასტერია გაშენებული. ენათ მეცნიერი ილია მაისურაძე ვარძიას როგორც სახელწოდებას ყოფდა ორ ნაწილად, სადაც ძირეულ ნაწილს წარმოადგენს ვარძ, ხოლო ია დაბოლოებაა. მაისურაძისეულ სიტყვის დაყოფას ზედმიწევნით განიხილავს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ბერიძე მისსავე წიგნში „ტაძრები და სახელები“, სადაც წერს, რომ ვარძ ძირზე სუფიქსი იას დამატებით მიღებული ვარძია ისეთივე მამაკაცის სახელი უნდა იყოს, როგორიცაა მამია, ვაჟია, დათია და ასე შემდეგ. მაგრამ მეცნიერი იმ თეორიასაც განიხილავს, რომ არაა გამორიცხული ვარძია როგორც ტერმინი ან სახელწოდება დაკავშირებული იყოს ვერცხთან, რაც წინარე ქრისტიანული პერიოდის საკულტო ნაყოფს წარმოადგენს. ამ მხრივ ძალიან საინტერესო თეორია აქვს ქართველ მკვლევარს კონსტანტინე მელითაურს, რომელსაც გააჩნდა მოსაზრება, რომ ვინაიდან და რადგანაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ვერძის კულტი ქრისტიანობის შემოსვლამდე საკმაოდ იყო გავრცელებული, არაა გამორიცხული პირველ ქვაბულთა გამოღების კვალი სწორედ ამ პერიოდიდან დაწყებულიყო ამჟამინდელი ვარძიის ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომად განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდში მომხდარიყო მისი განვრცობა როგორც კომპლექსისა. მელითაური ამ მოსაზრების გასამყარებლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ მე-12 და მე-13 საუკუნეებზე ადრე უკვე არსებობდა ტოპონიმი ვარძია. რაც არ უნდა იყოს, მაინც ძნელი ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობის დადგენა. მაგრამ ერთი რამ, რისი გადაჭრის საშუალებით თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ მესხეთის ტერიტორიაზე დღემდე მოღწეულ კლდეში როგორც ხელოვნურად, ასევე ბუნებრივად გამოკვეთილ არაერთ ქვაბულს ან ქვაბულთა მცირე კომპლექსს მოიხსენიებენ ნავარძიევის სახელით. რაც ხას უსმევს იმ ფაქტს, რომ ტერმინი ვარძია მესხეთში ერთგვარად იქცა სინონიმად გამოქვაბულებისა. ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მონასტერი და ამავდროულად ციხე-სიმაგრე თავისი მასშტაბით და მხატვრული ღირებულებით საოცარ ქმნილებას წარმოადგენს. როცა არ უნდა განხორციელებულიყო აქ პირველი აღმშენებლობითი პროცესები, იქნებოდა ეს ქრისტესშობამდე პერიოდში თუ განვითარებულ შუა საუკუნეებში, ვარძია როგორც ნაგებობა მაინც იმ დიდი მეფე თამარის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც შესძლო ორზღვაშუა მყოფი და იმპერიათა გასაყარზე არსებული მცირე მასშტაბების მქონე საქართველო თავად ექცია იმპერიად. თამარის მიერ მე-13 საუკუნეში ნამოღვაწარი კი ოქროს ხანად იქნა წოდებული და არაფერია ისეთი სიმბოლური ნიშანი ამ ეპოქის დიდებისა, როგორც თავად ვარძია. ეს უკანასკნელი გახლავთ ერუშეთის მთის კალთაზე აღმართულ შვეულ კლდოვანი მასივის შუაში გამოკვეთილი ანსამბლი, რომელიც თავის მხრივ ქრონოლოგიური თვალსაზრისით იყოფა ორ ნაწილად. აქედან სამონასტრო სივრცე, რომელიც გვიანდელია, ხოლო მასზე ადრინდელი კლდეში ნაკვეთი სოფელი სახელწოდებით ანანაური, რომლის გამოქანდაკების პერიოდი იწყება მე-10 საუკუნეში და სრულდება მე-12 საუკუნის ბოლოს. ანანაური ვარძიის უკიდურესი დასავლეთით, ზემო სართულზეა განლაგებული, რომელსაც ერთ დროს ეკავა გამოქვაბულთა მოზრდილი კომპლექსი და მასთან ყოფი ტერასულად განლაგებული ბაღვენახები. სოფელს ასევე აქვს დარბაზული სტილის ტაძარი, რომელიც ანალოგიურად ანანაურის სახელით მოიხსენიება. ხოლო ეკლესიის წინ მდებარეობს ეკვტერი, ანუ საძვალე. განსასვენებელიცა და სამლოცველოც ორივე მოხატულია, რომელთაგან ეკვტერის წარწერები ასომთავრულით არის შესრულებული და ძირითადად რელიგიური დატვირთვისაა. ხოლო დარბაზული ეკლესიის ფერწერას ქართველი მეცნიერი სიმონ ყაუქჩიშვილი მე-14-მე-15 საუკუნეებით ათარიღებდა. მთლიანობაში სრული კომპლექსი გადაჭიმულია დაახლოებით 500 მეტრ სიგრძეზე 13 სართულად, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 600-ზე მეტ სათავსოს. თავისი დიდების ზენიტში ვარძია წარმოადგენდა იარუსებად განლაგებულ ქვაბულთა ერთობას, რომელთა დაკავშირებაც ხდებოდა ჭერში გაჭრილი ხვრელებითა და საიდუმლო გვირაბებით. საქართველოში არსებულ არაერთ კლდეში ნაკვეთ კომპლექსთაგან ვარძია გამორჩეულია იმითაც, რომ იგი წარმოადგენდა გვირგვინოსან ბაგრატიონთა მონასტერს, რაც თავის მხრივ გულისხმობდა მონარქთა გამორჩეულ ყურადღებას ამ ძეგლთან მიმართებაში. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, უზენაესი სარიტუალო ალაგი კომპლექსში არსებულ 15 სამლოცველოთა შორის. ეგვტერი, ანუ საძვალე აქ საუკუნო განსასვენებელი ღირსი პირთათვის. სადარბაზო ოთახები, სალხინო სივრცეები, წყლის რეზერვუარები და მათგან მომავალი ქსელი კომპლექსში მაცხოვრებელ პირთა სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად. ფეოდალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული სააფთიაქო სივრცე და მეფეთა მოსასვენებელი ოთახი, რომელსაც ასევე თამარის ოთახის სახელითაც მოიხსენიებდნენ, მთლიანობაში ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ერთიანდება ერთ დიდ თავდაცვით სისტემაში, რომელსაც თავად მტკვრის მარცხენა ნაპირზე მყოფი კლდე წარმოადგენს. როგორც უკვე გითხარით, ვარძიის კომპლექსის მშენებლობის თავდაპირველ სულის ჩამდგმელს წარმოადგენს მე-12 საუკუნეში მოღვაწე ერთიანი საქართველოს გვირგვინოსანი ბაგრატიონი გიორგი მესამე.
უმთავრესი მიზეზი, რის გამოც გიორგიმ ამ ალაგზე ასეთი ტიპის ახშენებითი პროცესები წამოიწყო, გახლავთ ის, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით საჭირო იყო მტკვრის ხეობის კიდევ უფრო გამაგრება და შემომტკიცება. სწორედ ამ მიზნით იწყებს მონარქი ციხე-ქალაქისა და მონასტრის კლდეში გამოკვეთას. ვარძია უნდა ყოფილიყო არა მარტო მტკიცე საფორტიფიკაციო ნაგებობა, ასევე ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული კერა და ფეოდალური საქართველოს ცენტრალიზებული ხელისუფლების განმტკიცების საქმეში ძირითადი დასაყრდენი. მამის წამოწყებულს კიდევ უფრო მეტი მონდომებით აგრძელებს თამარი და სრულყოფაში მოჰყავს ის, რაც მის წინამორბედს აღარ დასწავდა. დიდმა ამან თამარმა აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ და შესწირა მრავალი და დიდრონის სოფლები და შეჰკაზნა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდი, რომელი ყოვლისგანცა მოთხრობა ძნელ არს. თუ ვინმეს ნებავს ამის განცა იხილენ ვარძია და საქმენი მისი ქმნულნი და ნაშენები ქვაბ ქმნილნი. დასრულებულ კომპლექსში მთავარსამლოცველოს კურთხევა ხდება ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, რომლის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულნი არიან როგორც ვარძიის სულის ჩამდგმელი გიორგი, ასევე მისი საბოლოო დაღმშენებელი თამარიც. ბაგრატიონი მამაშვილის ფრესკათა ქვევით არის წარწერა შემდეგი შინაარსით: ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე შვილი გიორგისა თამარ, რომელი მრავალჟამეულობამ სცა და ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე გიორგი ძე დემეტრე მეფეთა მეფისა. გარდა ბაგრატიონი გვირგვინოსნებისა, მთავარი სამლოცველოს ჩრდილოეთ კედელზე შეინიშნება დიდებული მამაკაცის გამოსახულება, რომლის დაბლად საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მატარებელი წარწერა ამოიკითხება. ჰოი ხმთისაო დედაო, მიითვალე მსახურებაი ჩემ მიერ მონისაშენისა რატი ერისთავისა და ქართლის ერისთავისაგან, რომელმან ვიგულმოდგინე და მოხატვით აღვამკე წმიდაი ესე ტაძარი. როგორც ამ მინაწერიდან ხდება ცნობილი, შეწირულობა ტაძრის მოსახატავად გაუღია ქართლის ერთ-ერთ ძლევამოსილ ერისთავს, სურამის ციხის პატრონს რატი სურამელს. ხოლო წამყვანი მხატვარი, რომელმაც ფეოდალის დაკვეთა სისრულეში მოიყვანა, უნდა იყოს ვინმე გიორგი, რომლის ვინაობაც საკურთხევლის კონქზე, მოულებულ ყვავილოვან ზოლში იკითხება. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე მომუშავე ქართველი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფერწერა, რომელიც ამშვენებს სამლოცველოს კედლებს, შესრულებული უნდა იყოს მე-13 საუკუნის მიწურულისათვის. თუ საისტორიო წყაროებს გადავხედავთ, პირველად, სადაც უკვე ახლად აღშენებული ვარძია იხსენიება, თარიღდება 1203 წლით. ეს გახლავთ ის დრო, როდესაც რუმის სულთანი რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰი, იგივე რუქნადინი, როგორც მას ქართველები მოიხსენიებთ, მაჰმადიანური კოალიციური ლაშქრით მოემართება საქართველოს ასაუხრებლად და დასამორჩილებლად. სანამ ბრძოლის ბედი ისტორიული მესხეთის პროვინციაში ფასიანის მახლობლად არსებულ ველზე გადაწყდებოდა, მანამდე მეფეთ-მეფე თამარი ქართველთა ერთიან ლაშქარს თავს უყრის ვარძიასთან. იგი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებს საქართველოსა და ქართველ მებრძოლებს და ამის მერე ისტუმრებს მათ მტერთან შესაბმელად. დამოვიდა თამარ ვარძიას, ვარძიის ღვთისმშობლის წინაშე და წრემლით შევედრა სოსლან დავით და სპანისი და დროშა მისი სვიანი და ბედნიერად მყოფი გაგზავნა ვარძიით და წარემართნეს ბასიანს კერძოსა. დავით სოსლანის, შალვა და ივანე ახალციხელ-თორელების და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით სელჩუკთა ლაშქრის გამანადგურებელი ქართველები კვლავ ვარძიასთან ბრუნდებიან და მეფე თამართან ერთად მადლობას სწირავენ ციხე-ქალაქისა და მონასტრის მთავარ სიწმინდეს ვარძიის ღვთისმშობელს. მომდევნო წლების საისტორიო წყაროებში, კერძოდ კი 1210 წლის მოვლენებში კვლავ იკითხება ვარძია, სადაც ისევ მიბრძანებულია მეფეთ-მეფე თამარი ქართველთა ლაშქრით. ეს შემთხვევა გამორჩეულია იმითაც, რომ თუ 1203 წელს მეფე მესხეთის გულიდან ქართველთა ლაშქარს ლოცავს და ისტუმრებს მისი ქვეყნის საზღვრებთან მომდგარი დამყრობელ სელჩუკთა წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ბაგრატიონი ასული მის მებრძოლებს ღვთისმშობელს ავედრებს ირანის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე გალაშქრების წინ. ეს უკანასკნელი, როგორც ქმედება, შეიძლება ჩვენი ქვეყნის წარსულიდან ერთ-ერთ უნიკალურ მოვლენად მოვნათლოთ. რამე თუ ჩვენი არსებობის მანძილზე უმეტესწილად მომკვდური მტრისგან თავდაცვა გვიწევდა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე-13 საუკუნეში თამარ მეფის ხელში საქართველო უკვე იმპერიაა და აქეთ გადადის შეტევაზე ისეთ მიწებზე, საიდანაც მთელი წარსულის განმავლობაში ჩვენს დასაქცევად მოემართებოდნენ უცხოტომელები. ასე ამგვარად, ზემოთ მოთხრობილი 1203 და 1210 წლის წყაროების თანახმად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარძია, როგორც ციხე-ქალაქი და მონასტერი, თავისი არსებობის პირველივე წლებშივე ხდება მონაწილე და მომსწრე ქართველთა ძლევამოსილი ბრძოლებისა.
მე-13 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, წლიდან წლამდე იზრდებოდა ვარძიის როლი ფეოდალური ერთიანი საქართველოს პოლიტიკური ამინდის შექმნის თვალსაზრისით. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ამ დროისათვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხრეთშიც კი გადმოინაცვლა. გარდა ამისა, ასევე ვარძია გახდა ოქროს ხანის საქართველოს მონარქის, მეფეთ-მეფე თამარის ერთ-ერთი საზაფხულო რეზიდენციაც კი. ამ ყველაფრის პარალელურად კი განსაკუთრებულ ქრისტიანულ სასულიერო კერად ჩამოყალიბდა ის მამათა მონასტერიც, რომელიც ამ კლდეში ნაკვეთი ციხე ქალაქის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ქართველთა ლაშქრის შემოედრებელი და მისი ბრძოლებში მფარველი ვარძიის ღვთისმშობლის სახელი კიდით კიდემდე მოედო მთელს ქვეყანას. გარდა მოყვასისა, ამბები ამ სალოცავისა და მასში დაბრძანებული ქართველთა შემწე ხატისა ჩვენი ქვეყნის მტრებამდეც იყო მისული, რომელთა შთამომავლობამ ჩვენ და საუბედუროდ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ შესძლეს და შეარყიეს დიდება ვარძიის კლდეში გამოქანდაკებული კომპლექსისა. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ ამბავს შევეხებოდე, გეტყვით, რომ მესხეთისა და სრულიად საქართველოს გამორჩეულ ქვაბულთა კომპლექსი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებდა მის ძლევამოსილებას და რჩებოდა მტერთა დაუთრგუნველ ალაგად ისტორიულ მესხეთში. პირველი ზიანი, რაც მას როგორც ძეგლს თავს დაატყდა, გამოწვეული იყო ბუნებრივი სტიქიით, რომელსაც მიწისძვრა წარმოადგენდა. 1293 წელს მომხდარი ზემოთხსენებული სტიქია იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ გამოუწვევია გამოქვაბულთა საკმაოდ დიდი ნაწილის ნგრევა და მათთან ერთად დაზიანებულა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სტოაც. აღნიშნული პერიოდისათვის მესხეთის პატრონია ჯაყელთა ოჯახის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი ბექა პირველი მანდატურთუხუცესი, პაპა ერთიანი საქართველოს მონარქისა გიორგი მეხუთე ბრწყინვალე წოდებულისა. ბექა ჯაყელის მეუხებითა და შემოწირულობით დაუყოვნებლივ ხდება მიწისძვრისაგან დაზიანებული ვარძიის აღდგენა და გამაგრება. ამ ამბიდან მოყოლებული კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქი და მონასტერი ძველი დიდებულებით აგრძელებს არსებობას. აღდგენის პროცესიდან მალევე, მე-14 საუკუნის 10-იან წლებში ჰორიზონტზე ჩნდება ვინმე მაჰმუდ ყაზან ყაენი, რომელიც გახლდათ ირანის ილხანთან ბრძანებელი. ყაზან ყაენი ლაშქრობს საქართველოში და როგორც უცნობი ქართველი ჯამთააღმწერელი გვამცნობს, უცხოტომელი დამპყრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ვარძიისა და მისი მონასტრის დარბევა წარმოადგენს. ამ ამბავს მემატიანე შემდეგი სიტყვებით გადმოგცემს: მოაოხროს საყოფელი ყოლა წმიდისა ვარძიისა ღვთისმშობლისა საყდარი. ამავე ისტორიკოსის ცნობით, ვარძიის წასაბილწად მოსულმა მტერმა განზრახვაზე მოულოდნელად აიღო ხელი, რაც განპირობებული იყო იმ კონკრეტული მოვლენით, რომელიც მათ დაატყდათ თავს. უფრო დაწვრილებით რომ გითხრათ, კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა კომპლექსთან მოსულ მტერს დაეცა მეხი და როგორც მემატიანი ამბობს, მეხტატეხილ იქმნა და უკუიქცა. ასე ამგვარად, მე-13, მე-14 საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოქროს ხანა თამარის გარდაცვალებასთან ერთად დასამარებულია, ქვეყანას თავს დასტეხვია ჯალალ ედ-დინი თავისი ხვარაზმელებით, რომელიც შემდგომ მონღოლთა ურდუების ხანგრძლივ ბატონობას შეუცვლია. სამეფოს უმრავლეს ნაწილში ქვაქვაზე აღარ დარჩენილა, მაგრამ სიმბოლო ერდროს იმპერიად ქცეული საქართველოსი ვარძია კვლავაც შეუბრალავად აგრძელებს არსებობას. მე დაკარგული დიდებული მესხეთის არაერთ სერიაში მაქვს ნათქვამი და ახლაც გავიმეორებ, რომ მონასტრები ფეოდალურ საქართველოში, გარდა იმისა, რომ წარმოადგენდნენ სასულიერო ცენტრებს, ასევე გვევლინებოდნენ საგანმანათლებლო კერებად. ამოცემულობიდან გამომდინარე, იოლი წარმოსადგენია, თუ რა მასშტაბის საგანმანათლებლო სამუშაოები იქნებოდა წარმოებული მესხეთისა და სრულიად საქართველოს გამორჩეულ ციხე-ქალაქსა და მონასტერში. ვარძია დაარსების დღიდანვე გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერა. საბედნიერო ჩვენამდე მოღწეულ მწირე რაოდენობის საისტორიო წყაროებში კვლავაც ამოიკითხება ცნობა დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწისა და პოეტის იოანე შავთელის ვარძიაში სალიტერატურო საქმიანობის შესახებ. სწორედ აქ შექმნა შავთელმა სამადლობელი საგალობელი ქართველთა ლაშქრის გამარჯვების აღსანიშნავად გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი. სამეფო კარის მეხოტბისა და პოეტის, ამავდროულად სასულიერო მოღვაწის იოანე შავთელის ვარძიაში მოღვაწეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ამალაგის მნიშვნელობაზე და პრესტიჟზე თამარის დროინდელ იმპერიად ქცეულ საქართველოში. ასევე ვარძიის ბიბლიოთეკას ეკუთვნის დღემდე სასწავლებრივად ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი, რომელიც ცნობილია ვარძიის ოთხთავის სახელით. იგი შესრულებულია თამარის მეფობის პერიოდში და ეს გახალთ სახარება, შემკული თავსამკაულებითა და მინიატურებით. უმდიდრესი უნდა ყოფილიყო ვარძიის ბიბლიოთეკა და ერთადერთი მიზეზი იმისა, რამაც განაპირობა ამ საგანძურის ჩვენამდე ძალიან მწირი რაოდენობით მოღწევა, გახლავთ იზნელბედობის ჟამი, რაც ვარძიის მონასტერს მე-15, მე-16 საუკუნეებში არ გუნა განგება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დეტალურად გიამბოთ, საჭიროა მცირე დოზით განვიხილოთ მესხეთისა და სრულიად საქართველოსთვის ალბედითი გვიანი შუა საუკუნეების პერიოდი. გადავინაცვლოთ მე-15 საუკუნის 50-60-იან წლებში. საქართველოს ჯერ კიდევ ერთიან სამეფოს წარმოადგენს და მის სათავეში დგას მეფე გიორგი მერვე. გიორგის საკმაოდ ურთულდება მდგომარეობა ქვეყანაში და ამის უმთავრესი მიზეზი ხდება სამცხის ათაბაგი ყვარყვარე მეორე ჯაყელი,
რომელიც განსხვავებით მისი წინამორბედი ათაბაგებისაგან დაჟინებით ცდილობს ქვეყნის აშლასა და სამცხეს საათაბაგოს, ანუ მესხეთის ერთიანი საქართველოსგან ჩამოშორებას. ყვარყვარე, გარდა იმისა, რომ დაუმორჩილებლობას უცხადებს ბაგრატიონ მონარქს, ასევე ცდილობს განხეთქილების შეტანას დედა ეკლესიაში. და ამ მიზნით იგი იწყებს მცხეთის საკათალიკოსოსაგან მესხეთის საქრისტიანოს ჩამოშორებას, რაც უშუალოდ გამოიხატება ათაბაგის მიერ სრულიად საქართველოს კათალიკოსისაგან დამოუკიდებლად სამცხის ეპისკოპოსის დანიშვნაში. ვარძია, როგორც სიმბოლო წარსულიდან ერთიანი ძლევამოსილი სამეფოსი, იყო ერთ-ერთი მესხეთის სასულიერო კერათაგან, რომელიც წინ აღუდგა ათაბაგის მიერ წარმოებულ უგუნურ პოლიტიკას. კლდეში გამოქანდაკებული მონასტრის საძმო დარჩა ერთგული მცხეთისა. ამის დასტურად არსებობს ფიცის წიგნი, რომელიც შედგენილია ვარძიაში მოღვაწე სასულიერო პირთა მიერ. ქართლის კათალიკოსის მიმართ მიწერილში კაფიოთ არის დაფიქსირებული, რომ ვარძიელნი არ აპირებენ ახვდნენ სხვათა ცდუნებას. ერთგულნი რჩებიან მცხეთისა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება არც მღვდლისა და არც დიაკონის კურთხევა ქართლის კათალიკოს დავითის გარეშე. ერთგულება, რაც მონასტრის საძმოს მიერ იქნა აღთქმული ქართლის კათალიკოსის წინაშე, ბოლომდე გაუტეხლად იქნა აღსრულებული, მანამდე სანამ არ მოხდა ვარძიისა და სრულიად მესხეთის ოსმალთაგან ჩაყლაპვა და ეკლესია მონასტრების დახურვა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გარდა ვარძიისა, სხვა არაერთი სამცხეს საათაბაგოს ეკლესია მონასტერი დარჩა ერთგული მცხეთისა. რამაც თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ ათაბაგმა ვერ შეძლო განხეთქილების შეტანა საქრისტიანო საქართველოში. მაგრამ ამ ამბიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ კი 1465 წელს, მან მოახერხა მისი ურჩობის ასალაგმად მესხეთისაკენ წარმოსული გიორგი მერვეს დატყვევება და იქამდე ხალხთა პატიმრობაში, სანამ სისხლითა და უფლით შეკოწიზებული ქვეყანა არ დაიშალა სამ სამეფოდ, რამოდენიმე სამთავროდ და სრულიად ცალკე მდგომ სამცხე საათაბაგოდ. ეს მოვლენა შეიძლება შევაფასოთ როგორც ყოველგვარი უბედურების საწყისი, არა მარტო მესხეთისათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ვინაიდან და რადგანაც დღევანდელი სიუჟეტი კონკრეტულად ვარძიაზეა, თხრობას განვაგრძობ იმ მძიმე ამბებით, რაც უშუალოდ ამ ძეგლს გადახდა ყვარყვარესა და მის გვერდში მდგომი მედროვე ფეოდალების მიერ ერთიანი საქართველოს სამეფოს მოშლის შედეგად. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ყვარყვარეს შემდგომ ათაბაგის პოზიცია მორიგეობით ეკავათ მის შვილებს, რომლებიც უმეტესწილად აგრძელებდნენ მამის უგუნურ პოლიტიკას. ამ კუთხით არც ერთიანი საქართველოს დამაქცევარი ათაბაგის შვილიშვილი და მისი მოსახელე ყვარყვარე მესამე წარმოადგენდა გამონაკლისს. ხოლო შემდგომი პატრონი მესხეთისა, ქაიხოსრო მეორედ წოდებული, კი იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ დიდი უბედურებისა სამხრეთ საქართველოში, რამაც დასაბამი დაუდო სამცხის მთელი რიგი ეკლესია მონასტრების გაპარტახებასა და გავერანებას. ქაიხოსრო მეორე იმისათვის, რომ ათაბაგის ტახტი დაებრუნებინა, ფაქტიურად მსხვერპლად შესწირა სრულიად მესხეთი. იგი ხან ოსმალებს მოუძღოდა თავის სამშობლოში, ხანაც კი ირანელებს. ეს ყველაფერი რომ დაწვრილებით გიამბოთ, გადავინაცვლოთ 1535 წელს, როდესაც ათაბაგია ჯერ კიდევ ქაიხოსროს მამა, ყვარყვარე მესამე. ამ დროისათვის იმერეთის მეფეა ბაგრატ მესამე, ხოლო ქართლისა ლუარსაბ პირველი. ამავდროულად ლუარსაბი სიძია ბაგრატის და ორივე მეფე უმეტესწილად ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ. ბაგრატი 1535 წელს მურჯახეთთან ამარცხებს სამცხის ათაბაგ ყვარყვარე მესამეს, რის შემდეგაც ატყვევებს მას. ამავდროულად სამცხეს საათაბაგოს აუქმებს და მის უდიდეს ნაწილს უერთებს იმერეთის სამეფოს, ხოლო ჯავახეთი სრულიად გადადის ქართლის მეფის ლუარსაბის ხელში. ათაბაგობის პრეტენდენტი, ტყვეობაში გარდაცვლილი ყვარყვარის ძე ქაიხოსრო, იმისათვის რომ სამცხეს საათაბაგო აღადგინოს, კავშირს ამყარებს ოსმალეთის იმ იმპერიასთან, რომელსაც ისედაც მტაცებელივით უდგას თვალი ქართულ მიწებზე. სულთან სულეიმან პირველი, რა თქმა უნდა, სიხარულით იღებს ქაიხოსრო ჯაყელის თხოვნას და ოსმალთა 22,000-იან ლაშქარს აგზავნის მუსა ფაშას ხელმძღვანელობით, რომელსაც ქაიხოსრო და მისი მომხრე დიდებულები უმშვენებენ გვერდს. ჩვენ და საბედნიეროდ 1553 წელს სამცხეს საათაბაგოზე გამოლაშქრებული ოსმალები დამარცხებულ იყვნენ ბაგრატის მიერ, მაგრამ ამ ამბიდან მალევე, კერძოდ კი 1555 წელს, ქაიხოსრო ჯაყელი ოსმალთა ლაშქრით, რომელსაც სარდლობენ არზრუმისა და დიარბექირის ფაშები, კვლავ დაიძვრება ისტორიული მესხეთისაკენ. ქართველთაგან მტრის მოსაგერიებლად გარდა ბაგრატისა, იბრძვის რა თქმა უნდა ლუარსაბიც. ბრძოლა იმართება ბასიანში, სოხოისტას ველზე, სადაც ქართული კოალიცია მარცხდება. ქაიხოსრო ოსმალთა წყალობით იბრუნებს ძალაუფლებას, მაგრამ რეალურად ეს ოტომანთა იმპერიის გამარჯვება უფრო იყო, რამე თუ ეს იყო მათი პირველი ყველაზე მყარი ნაბიჯები მესხეთის მიწაზე, რის შემდეგაც მალევე იმდენად მტკიცედ მოიკიდეს აქ ფეხი, რომ სამუდამოდ დაღი დაასვეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. დაუბრუნდეთ ისევ 1555 წელს. მართალია სამცხიდან ბაგრატის ამოძირკვა ქაიხოსრომ მოახერხა, მაგრამ ჯავახეთში ისევ რჩებოდა ქართლის მეფე ლუარსაბი, რომელსაც მხარს უჭერდნენ მესხი და ჯავახი ფეოდალების საკმაოდ დიდი ნაწილი.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხი სწორედ ვარძიის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი და არ აპირებდნენ ქაიხოსრო ჯაყელისათვის ჯავახეთის დათმობას. როგორც დიდი ქართველი მოღვაწე და ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის საისტორიო სახის ნარკვევებში წერს, თვით მესხეთის მოწინავე წრეებში მესხ თავადთა შორის ქაიხოსრო ათაბაგის პოლიტიკური გეზის მოწინააღმდეგენი ბევრნი აღმოჩნდნენ. ისინი ლუარსაბ მეფის მიმართულებას და ქცევას უფრო ემხრობოდნენ და მისდევდნენ კიდეც. სწორედ ამის წყალობით გმირ ქართლის მეფეს თვით მესხეთში მომხრენი და ზურგის გამაგრებელნი მრავლად ჰყავდა. ასე ამგვარად ამ პოლიტიკური ვითარების სათავისოდ შემოსატრიალებლად გადაგვარებული ჯაყელი ათაბაგი ქაიხოსრო პირადი ამბიციებით დაბრმავებული ამჯერად საკუთარ მიწაზე იხმობს ძლევამოსილ ყიზილბაშურ ირანს. 1552 წელი, როგორც უკვე ზევით გითხარით, პროქართულად მოაზროვნე მესხი ფეოდალები გარშემორტყმიან წარსულში ძლევამოსილ ერთიან საქართველოს სიმბოლოს ვარძიას. ცოლშვილნი უშუალოდ კლდეში ნაკვეთი ციხე ქალაქ მონასტრისათვის მიუბარებიათ, ხოლო თავად ქართლის ლომ ლუარსაბ მეფესთან და მის ლაშქართან ერთად მზადყოფნაში არიან ყიზილბაშებთან შესახვედრად. ამ ბრძოლაზე მე-17 საუკუნეში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე წერდა: მესხი თავადები ქაიხოსრო ყორყორეს შვილის ურჩნი და მეფის ლუარსაბის მიმდექნი აიყარნეს და ციხეთა და ქვაბთაშიგან დაიხიზნეს. ამაებზე ხელმწიფემ ლაშქარნი გაუძახა. ყველგან ქართველნი თავიანთ ხიზანს ზედან ძალმიცემით და თავგამომეტებით შემოებნენ და ზოგნი ციხენი აიღეს და კაცნი დაიხოცნეს და ზოგნი ციხენი ვეღარ აიღეს და მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყდნენ. ყიზილბაშნი გარშემოადგნენ. გაიმართა ფიცხელი ბრძოლა. შიგნიდან ქართველნი გარედან ძალმიცემით იბრძოდეს. მრავალნი ყიზილბაშნი დაიხოცეს. მაგრამ მტერი შეიჭრა ციხეში, სადაც ძლიერი ომი შეიქმნა. ძლიერი ომი, რომელსაც ფარსადან გორგიჯანიძე აღწერს ბოლოს ქართველთა მარცხით, მესხეთის შეუბრალავი ციხე ქალაქ მონასტრის აღებითა და როგორც სამხრეთის, ასევე სრულიად საქართველოს დაცემით დასრულდა. რამე თუ სხვა რამ არ შეიძლება უწოდოთ იმას, რაც ვარძიაში მოაწყვეს ქაიხოსრო ჯაყელის მიერ შემოპატიჟებულმა ირანელებმა. ამ უკანასკნელთა ბრძოლასა და სისასტიკეს უშუალოდ მეთაურობდა და მართავდა მათივე ბატონი შაჰ თამაზი. სისასტიკეო რომ გითხარით, იმისათვის რომ უფრო გასაგები იყოს თქვენთვის, თუ რა სახის ძალადობა იგულისხმება ამ სიტყვის უკან, ისევ ფარსადან გორგიჯანიძეს მოვიშველიებთ და მოგახსენებთ მისი კალმით ჩაწერილ ყიზილბაშთა ნამოქმედარს. ბერები და მღვდლები გამოიყვანეს და ვითარიმ ციხის აღებაში მრავალი ყიზილბაში ამოსყდა, მისთვის ის ბერები დახოცეს. იგზარი ეკიდა, ჩამოსხმული 70 ლიტრა და დაამსხვრიეს. ოქროსა და ფოლადის კარები ჩამოხსნეს და სხვა მურასა და ოქრო ვერცხლით შეკაზმულობა მურასა ხატები, კანდელები და სასანთლეები, შესამოსელნი, ილორი და ომფორი, წიგნები და სხვა მრავალნი სალარონი გაზიდეს და შაჰის ხაზინაში ჩარიცხეს. გარდა ამისა, ვარძიაში დატრიალებული სოდვამადლი ლექსად აქვს აღწერილი შაჰ თამაზის კარის პოეტს ზეინ ალაბედინ აბდიბეგ შირაზის, რომელიც ციხე ქალაქ მონასტრის დარბევას შემდეგნაირად გადმოსცემს. ციხეზე არბიან ამაყე ყიზილბაშები, ისე თითქოს შუაგულისკენ ისწრაფვის ალი, ქვეყნის მყრობელ გმირებს, კამანდის მტყორცნელებს, საწუთროს რაშის აღვრის ოსტატურად შემტაცებლებს, მიწასთან გაუსწორებიათ ბურჯი და გალავანი, მებრძოლთა მახულთაგან გადმოშქებს სისხლი. მღვდელთ მთავრები დამცირებულნი და ხელშეკრულნი. ძველი მონასტრის მოხუცი განდეგილნი გამოთრეულნი მონასტრიდან გარეთ. მებრძოლთა ხელში მათი წვერი ვითარცა ცხენის მოსართავი. სახეზე ხელებაფარებული ფერიის მსგავსი ქართველი ასულები. მათი ნაწნავებიდან ჩანს ჯვრის ნიშანი. გარდა ამ ცნობებისა, ყიზილბაშთა მიერ ვარძიის აღებაზე და გაძარცვაზე წერდნენ მე-16 საუკუნეში მოღვაწე ირანელი ისტორიკოსები ჰასან რუმლუ და ისკანდერ მუშნი. მათგან ორივე ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ქართველების კლდეში ნაკვეთი ციხე ქალაქ მონასტერი იმდენად საუცხოო რამ ყოფილა, რომ სანამ მასში დიდი დანაკლისის ფასად შეღწეული ირანის ლაშქრის გადარჩენილი მებრძოლები დაიწყებდნენ გაძარცვისა და აოხრების პროცესებს, ჯერ თავად მათი შაჰი თამაზი აბრძანებულა, რათა თავისი თვალით ეხილა ის საარაკო დიდებულება ვარძიისა, რომელსაც შემდგომად მისივე ბრძანებით ყიზილბაშური მახვილი დააზიანებდა. როგორც ზემოთ მოყვანილი საისტორიო წყაროებიდან ჩანს, თამაზ შაჰის ბრძანებით პირწმინდად განხორციელდა კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ძარცვა. მოგლიჯეს და ირანში გაგზავნეს ვარძიის როგორც რკინის, ასევე ოქროს კარი. გაზიდული იქნა ყველა ის ძვირფასეულობა, რაც მონასტრისათვის იყო შეწირული. სრულიად გაძარცვეს ძვირფასი თვლებით შემკული ქართველთა ლაშქრის შემწე და ბრძოლებში მფარველი ვარძიის ღვთისმშობლის ხატი. პირწმინდად გაზიდეს საუკუნეთა მანძილზე უნიკალური ხელნაწერებით გამდიდრებული ბიბლიოთეკა. ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი მატერიალური და ამავდროულად ქართველთათვის სულიერი განზეულობა გახდა ტყვე ირანში შაჰ თამაზის პირადი ხაზინისა.
როდესაც ყიზილბაშებმა ძარცვის ღონისძიებები დაამთავრეს, გადავიდნენ ვარძიაში მოღვაწე სასულიერო პირთა სიცოცხლის ხელყოფაზე და შეიძლება ითქვას, რომ წვერის თრევით გამოყვანილი მამები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დააკლეს იმ მრავლად დახოცილ ყიზილბაშთა გვამებზე, რომლებიც ქართველთა מחვილით იყვნენ განგმირული ვარძიის აღების მცდელობისას. ხოლო ის ფერის მსგავსი ქართველი ასულები, რომელთა ნაწნავებიდან მოსჩანდა ჯვარი, ძირითადად წარმოადგენდნენ იმ მესხ და ჯავახ ფეოდალთა ცოლშვილს, რომლებმაც ქართლის მეფის ერთგულებასა და მესხეთის სწორ პოლიტიკურ გზაზე დგომისათვის გაწიეს თავი. Რაღაც თქმა უნდა, ბედუკ უღმართობის და გამო მესხი ფერიასავით ასულთა ხვედრი ირანში ყიზილბაში ხანების ხარამხანებში ტყვეობა იყო. ყველაზე საბოლოო ღონისძიებად კი ირანელებმა ძეგლის, როგორც არქიტექტურული ნიმუშის გრევის პროცესები განახორციელეს და დააზიანეს ნაგებობა მაქსიმალურად იმდენად, რამდენადაც იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი იარაღებით იყო შესაძლებელი. ასე ამგვარად, მე-16 საუკუნის 50-იანი წლები შეგვიძლია მოუნათლოთ დიდებული ვარძიის დასამარების პერიოდად. რამე თუ მას შემდეგ ამ ალაგს გამოცოცხლება საუკუნეთა განმავლობაში არათუ აღარ ღირსებია, არამედ წლიდან წლამდე უარესდებოდა მისი მდგომარეობა. სანამ ვარძიაში ქრონოლოგიურად შემდგომ წლებში მომხდარ ამბებზე გიამბობდეთ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქაიხოსრო ჯაყელმა ოსმალთა საშუალებით დაბრუნებულ სამცხეს ყიზილბაშთა მეშვეობით ჯავახეთიც მიუმატა და ორი ურჩხული იმპერიის თავის მიწაზე შემოპატიჟებით და ძმათა სისხლის დაღურის ხარჯზე ათაბაგის თანამდებობა განიმტკიცა. მისი წინაპრების მიერ დაწყებული უგუნური პოლიტიკის გაგრძელებამ და ხან ოსმალოსა და ხანაც ყიზილბაშის მიმხრობამ საბოლოოდ ამავე მე-16 საუკუნის ბოლოსთვის გამოიწვია ის, რომ სრულიად მარტო დარჩენილი მესხეთი უზარმაზარი ტერიტორიით და სამხედრო პოტენციალით იქცა ნაწილად ოსმალეთის იმპერიისა. ეწოდა ჩილდირის საფაშო, რომლის მმართველნი წინად ერთიანი საქართველოს ბაგრატიონ გურგუნოსანთა აღზრდელები, ანუ ათაბაგები, გარდაიქმნენ მაჰმადიან ფაშებად, რომელთაგან ყოველი მომდევნო წინამორბედზე უფრო მძლავრად ატარებდა მესხეთის მიწაზე ოსმალურ პოლიტიკას. გადავინაცვლოთ შაჰ-თამაზის შემოსევიდან ზუსტად 53 წლით შემდეგ. ეს გახლავთ 1595 წელი, როდესაც მესხეთი უკვე ოსმალეთის იმპერიის მიერ სრულიად დაპყრობილია და თურქები ახდენენ მის აღწერას, რათა სულთნის წინაშე შეწერილ იქნას გადასახადი აქ მაცხოვრებელ ქართველებზე. ამ მიზნით ისინი ადგენენ ეკონომიკური ხასიათის მქონე დოკუმენტს სახელწოდებით გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. თუ ამ უკანასკნელში ჩავიხედავთ, მაშინ სახელწოდება ვარძიით შეტანილია ორი ადგილი. ერთი გახლავთ ზედა ვარძია, ხოლო მეორე ვარძია. აქედან პირველში ჯერ კიდევ ჩანს ორი კომლი ქრისტიანი ქართველი, ხოლო რაც შეეხება ვარძიას, ანუ იმ ციხე-ქალაქ მონასტერს, რომელიც ერთ დროს ძლიერი ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობათაგანი გახდათ სრულიად ცარიელია. ეს გახლავთ კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ირანელთა ამაუხრებელი შემოსევის შემდეგ ვარძია წელში აღარ გამართულა. უპატრონოდ დარჩენილ ვარძიას ჟამთასვლასთან ერთად კიდევ უფრო აზიანებდა ის მომთაბარე თურქმანული ტომები, რომლებიც სისხლთა და מחვილით შემოსულ ოსმალეთის იმპერიას შემოყვა. თათრები ეს გახლავთ კრებითი სახელი, რომლითაც მესხეთის მკვიდრი ქართველობა მოიხსენიებდა იმ თურქებს, თარაქამებს, ხიმშილებსა და ქურთებს, რომლებიც იძულებით აყრილ ქართველების კერებს ეპატრონებოდნენ. ასეთი ხალხისთვის 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ვარძია მხოლოდღა მათი საქონლისათვის სადგომ ალაგსა და მეურნეობის შედეგად მოპოვებული ავლადიდების შესანახ ადგილს წარმოადგენდა. ამასთან ერთად, კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა კომპლექსი იმ უცხოტომილ ყაჩაღთა პლაცდარმადად და თავშესაბრადაც იყო ქცეული, რომელთა უმთავრეს საქმიანობას ქრისტიანი მესხებისა და ჯავახების ძარცვა რბევა წარმოადგენდა. ამ ყველა უბედურებასთან ერთად, რა თქმა უნდა, შეგნებულად ხდებოდა ვარძიის იმ არქიტექტურის კიდევ უფრო შემღალვაცა და დამახინჯებაც, რაც ყიზილბაშთა დამანგრეველი შემოსევის შემდეგ სასწაულებრივად ფრაგმენტული სახით კიდევ იყო გადარჩენილი. ვარძიის და სხვა მესხეთში არსებული ბევრი ძეგლის, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ტყვეობიდან დახსნა მხოლოდღა 1828 წელს განხორციელდა. ეს ის პერიოდია, როდესაც სამეფო სამთავროებად დაშლილი საქართველო ერთმანეთის მიყოლებით უკვე ანექსირებულია რუსეთის იმპერიის მიერ და სლავთა სამეფო იწყებს ამიერკავკასიაში მისი საზღვრების გაფართოებას, რისთვისაც ოსმალების წინააღმდეგ მართავს ომებს. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირებისას გენერალ პასკევიჩის სარდლობით, რომლის ჯარშიც აქვე გეტყვით გარდა რუსებისა ქართველებიც მრავლად იყვნენ, რამე თუ მესხეთის მიწაზე შესვლა და მისი თუნდაც გარკვეული რეგიონების ოსმალთაგან განთავისუფლება მათ სანუკვაროცნებას წარმოადგენდა. ასე ამგვარად 1828 წელს გენერალ პასკევიჩის დაქვემდებარებაში მყოფმა მებრძოლებმა შეძლეს ოსმალურ საფაშოს ცენტრად ქცეული ახალციხის აღება. ორ იმპერიას შორის გამართული ბრძოლა 1829 წელს დასრულდა ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი
რაც თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში ჩილდირის საფაშოსა და ოსმალეთის კუთვნილებას წარმოადგენდა, გადადიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამ პერიოდიდან ხდება ცნობილი მესხეთის სხვა ქრისტიანულ ძეგლთა შორის ვარძიის ციხე-ქალაქ მონასტრის მდგომარეობა დანარჩენი საქართველოსათვის. ამ მხრივ ვარძიის სავალალო ყოფა კარგად აქვს აღწერილი ჩემს მიერ სიუჟეტის დასაწყისში ხსენებულ ალექსანდრე ფრონელს მისსავე ნაშრომში სახელწოდებით დიდებული მესხეთი. ფრონელის მიერ წიგნად გამოცემულ ჩანაწერებში კარგად შეიძლება შეცნობილ იქნას ვანდალურიდან გრევის ელემენტების შემცველი ქმედებები, რომელთაც უცხოტომელი მაჰმადიანი თურქმანები ეწეოდნენ ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსში. ამის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად წაგიკითხავთ ნაწყვეტს ალექსანდრე ფრონელის ნაშრომიდან. ოსმალო მესხეთს მუსრსავლებდა და ვარძიის განახლება განსპეტაკებისათვის არ იფიქრებდა. 1828 წელს პასკევიჩმა მესხეთის ნაწილი ოსმალეთს წაართვა და ვარძიაც საქრისტიანოს დაუბრუნდა. მაგრამ რადგან პატრონი და გულშემატკივარი არავინ გამოსჩენია, ქურთებმაც თავისებურად გამოიყენეს თამარ მეფის საყვარელი მონასტერი. უამინდობის დროს საქონელს აბინავებდნენ ვარძიის გამოქვაბულ სენაქსა და ეკლესიებში და გულის გადასაყოლებლად წმინდანებს ტყვიით უხროდნენ თვალებს. ვარძიას რკინის რგოლივით გარს არტყია მაჰმადიანობა. ესენი არიან უვარგისი წარმომადგენლები მაჰმადიანობისა: ქურთნი, თარაქამა, მუტრუფნი, ბოშანი, გაბნეულან ვარძიის გარშემო. ქართველთა მარტო 4 სოფელია: აფნია, გოგაშენი, აგარა და ზედათ მოგვი. ეს სოფლები ერით მცირენი არიან, ღარიბნი და დაჩაგრული. ისევ ესენი თუ ჩამოვლენ ათაში ერთხელ ვარძიას, ილოცვენ და შეიძლება ორიოდე აქაურ ქადანაზუქი დაუტოვონ კრებულს. შეგახსენებთ, რომ ფრონელის მიერ ჩაწერილი აღწერს 1900-1905 წლებს შორის არსებულ მდგომარეობას. სიტყვა კრებული, რომელიც ჩემს მიერ მოთხრობილ ნაწყვეტში აქვს ნახსენები ავტორს, გულისხმობს ვარძიის გუშაკს და ერთადერთ მოულა პატრონობის მკისრებელ არქიმანდრიტს მამა სიმონს, რომელსაც გვერდში ჰყავს 2 მორჩილი და ერთიც 12-13 წლის ბიჭი, რომელიც ფრონელის თქმით ჩიტივით ცოცხალია და ემსახურება არქიმანდრიტს. მამა სიმონი საერო ცხოვრებაში თავადი წულუკიძე ყოფილა. ყველაზე მეტად ალექსანდრე ყიფშიძეს რაც აკვირვებს, არის ის, რომ თუ რით საზრდოობს ვარძიის გუშაგი ხნიერი სიმონი, რადგან მისი და 2 მორჩილის ერთადერთ სარჩოს სახედარი წარმოადგენს, რომელსაც იყენებენ ფქვილისა და შეშის საზიდად. ვარძიის სიღარიბე და სიღატაკე რომ ვიხილე, წერს ალექსანდრე ფრონელი, გულმა აღარ მომითმინა და ორჯერ ზედიზედ შესაწირავი მივართვი. ეს საქმე ისე ბუნებრივად, კანონიერად და სამართლიანად მეჩვენა, რომ ერთ წუთსაც არ მიყოყმანია. ვგონებ უპირველესი მოვალეობაა ყოველის ქართველისა გაიღოს მცირე რამ იმათ შესანახად და საზრდოდ, ვინც ესეთი სიყვარულით, თავგამოდებით და ბედის წინაშე მორჩილებით დღე და ღამ გუშაგობენ დიდებულ თამარის საყვარელ ციხე-ქალაქსა და მონასტერს. ალექსანდრე ყიფშიძე, როგორც ისტორიკოსი, ზედმიწევნით კარგად იაზრებს თუ რა იყო ვარძია, რა გადაიტანა და რა იქცა. იგი სასოწარკვეთამდე მიხავს იმ მდგომარეობას, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის სუფევს ერთ დროს სახელოვანი ვარძიის კედლებს მიღმა და მისი უიმედობით ახსავსე განწყობა კარგად სჩანს იმ ნაწყვეტში, რომელსაც მე თქვენ ახლა წაგიკითხავთ. თუ ვარძიას უკანასკნელი დარაჯი და ჭირის უფალი მამა სიმონი მოაკლდა, მაშინვე ამჟამად უხილავი მტერი მოგვტაცებს გამოქვაბულს და მაშასადამე უკანასკნელი სიმბოლო ჩვენის ეროვნებისა და მასთან ერთად შესიზღორცებულ ქრისტიანობისა გახრება ამ კუთხეში. მწარე ფიქრებით შეწუხებულმა გულწრფელად ვინატრე, ბარემ ჩამოინგრეს ეს უზარმაზარი კლდე, სამუდამოდ დაიმარხოს წარსული ჩვენი დიდება. თორემ როგორც ვხედავ, უთვისტომო მტერი თავს დაგუშხავის და მალე დაეპატრონება უპატრონო ვარძიას და ისედაც დაავადებულ გულს უფრო ძლიერ დააავადებს. ჯეროვანი ყურადღება, რამაც ვარძია საბოლოოდ გამოაცოცხლა და უზრუნველყო მისი იმ სახით შენარჩუნება, როგორცაც დღეს ჩვენ ვხედავთ, იწყება მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ და საბედნიეროდ კლდეში ნაკვეთი კომპლექსი იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვან ძეგლად იქნა მიჩნეული და დაიწყო ხელშეწყობა როგორც სამეცნიერო ექსპედიციებისა, ასევე აღდგენითი სამუშაოებისა, რომელიც ამ ალაგზე თითქმის მთელი გასული საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1938 წელს აქ ოფიციალურად არსდება მუზეუმი, რომელშიც ლომის წვლილი აქვს შეტანილი მესხეთის მკვიდრსა და თავისი ქვეყნის სიძველეთა დიდ მოამაგეს ნიკოლოზ ნათენაძეს. მეცნიერი 1934 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა არა მარტო ვარძიაში, ასევე აქტიურად ეწეოდა სამცხესა და ჯავახეთში გაბნეულ სხვადასხვა ისტორიულ ძეგლთა კვლევისა და ძიების პროცესებს. ვინც დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს აქტიურად თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ 42 სერიაში ნაჩვენები კლდეში ნაკვეთი, 11 ქვაბულისაგან შემდგარი ნამონასტრალი დონ ღუზარა, რომელზეც თქვენთვის ცნობების მოწოდება სწორედ ნიკოლოზ ნათენაძის მიერ 1952 წელს შედგენილი ეგრეთ წოდებული ძეგლის პასპორტის მიხედვით შევძელი.
მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ვარძიაში მოეწყო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლის შედეგად ვარძიის მიდამოებში გამოვლენილ იქნა 60-ზე მეტი სხვადასხვა პერიოდის ძეგლი, დაწყებული ქვის ხანიდან გაგრძელებული ბრინჯაოს პერიოდით და დამთავრებული შუა საუკუნეებით. გაწმენდილი იქნა ასევე 15-მდე გამოქვაბული, რომელთაგან 6 აღნიშნულ სამუშაოებამდე უცნობი იყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა კერამიკული მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები, ასევე მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის სხვადასხვა ტიპის ჯვრები, რკინის სამჭედლოს ნაშთი და კლდის კვეთისათვის აუცილებელი ისეთი იარაღები, როგორიცაა ურო, ჩაქუჩი, წერაქვი და სხვა მსგავსი ხელსაწყოები. ასევე მნიშვნელოვანია 1970 წელს მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ მიხეილ შენგელიას მიერ მოკვლეული ვარძია სააფთიაქო კუთხით. შენგელიამ შეისწავლა დღემდე ფრაგმენტულად მოღწეული ოთახები, სადაც აღინიშნება ერთმანეთის მიყოლებით კლდეში გამოკვეთილი თახჩები, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ფეოდალურ წარსულში წამლებისათვის შესანახი სივრცეები. მეცნიერი წერდა, რომ ვარძიის იმ უბნებში, სადაც ასეთი სახის ოთახებია განლაგებული, მათ მიმდებარედ არსებული ხელოვნურად ამოკვეთილი ორმოები წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ საწნახელს წამლისათვის. რამე თუ მათში თავსდებოდა კერამიკის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ჭურჭელი, სადაც იყრებოდა ის მცენარეები, რომელთა ფორმირებითაც შემდგომ მიიღებოდა კონკრეტული წამლები. ხოლო თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, მიღებულ ფარმაცევტულ საშუალებათა მოთავსება და შენახვა ხორციელდებოდა იმ დროისათვის არსებულ სპეციალურ ჭურჭელში, რომელთა დასაბინავებლად სწორედ ის თახჩები გამოიყენებოდა, რასაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ასე ამგვარად, თუ შევაჯამებთ მთელი სერიის განმავლობაში მოყვანილ ცნობებსა და ფაქტებს ვარძიის კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა შესახებ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მეფე გიორგის მიერ მე-12 საუკუნეში დაწყებული მშენებლობა და თამარის დროს მე-13 საუკუნეში სისრულეში მოყვანილი ციხე-ქალაქ მონასტრად ქცეული ვარძია ტოლსა რუდებს 21 საუკუნეში არსებულ ქალაქთა მოწყობა დაგეგმარებას. და გარდა ამისა, ჩემი აზრით, ამ შემოქმედების მონაწილე ქართველები მათი უნარებითა და შესაძლებლობებით დიდად არ ჩამოუვარდებიან დღევანდელობაში ეგრეთ წოდებულ ტექნოლოგიების სამყაროში მაცხოვრებელ ადამიანებს. აგვისტოს მიწურულს 3 დღის განმავლობაში დღე-და-ღამის სხვადასხვა მონაკვეთებში სტუმრობდი ვარძიას, რათა შემექმნა ის, რასაც თქვენ შემდგომად დაკარგული დიდებული მესხეთის 50-ე სერიად გიჩვენებდით. როცა მას უყურებდი, პირველი ემოცია, რაც მეუფლებოდა, ეს განსვიფრება იყო. მაყურებდა მისი დიდებულება, განსაკუთრებული არქიტექტურა, რომელიც ჩვენს წინაპრებს 800-900 წლის წინათ ერუშეთის მთის კალთის შვეულად გადმოკიდებულ კლდის შუაგულში გამოუკვეთავთ. მერე და მერე ამ განსვიფრებას იშეგზნება ცვლიდა, რასაც სიამაყე წარმოადგენს და რაც ქართველებს ხშირად გვიპყრობს ჩვენი წინამორბედების მიერ შექმნილ ძეგლთა შემხედვარეს. დილით, მზის ამოსვლისას, სანამ მის სიმყუდროვეს ალიონზე გამოფრენილი მერცხლების გუნდი ჟრიამული დაარღვევდა, ჩემი სიამაყე სადღაც გაქრა და მისი ადგილი მწუხარებამ შეცვალა. დავინახე ის, რასაც ვარძია მალავს მაშინ, როდესაც მნახველებით სავსეა. ჯავახეთის მწველი მზით განათებული მისი კედლების პეტაკი თეთრია, რაც მას მკაცრს და შეუვალს აჩენს. მაგრამ როცა ამომავალი მზის მკრთალი ნათელი ეფინება, მაშინ ის თითქოს ცოცხლდება. ამ დროს მტკიცე კედლები მკრთალი ვარდისფერით იფარება. გეგონება სული ჩაბერესო. ის რაც აქამდე მხოლოდ ოსტატ და მიერ კლდეში წერაქვით გამოკვეთილად მიგაჩნდა, რაღაც დროით ცოცხალ ორგანიზმად იქცევა. კიდევ უფრო ლამაზია, მაგრამ სევდიანი. ალისფრად შეფერილ ვარძიას თითქოს უნდა მოგიყვეს მისი წარსული სილამაზისა და დიდების შესახებ. გითხრას, რომ ის რაც მის მნახველს დღესაც აკურვებს, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია და სანამ მას ბედუკუღმართობა დახს დაასმევდა, უფრო ზღაპრული იყო. შენც მიიწევ მისკენ, რაც შეიძლება ახლოს უნდა მიხვიდე, რომ კარგად მოусმინო. ეს არის უნდა დაიწყოს თხრობა, მაგრამ მერცხლების გუნდი ერთმანეთის მიყოლებით მოფრინავენ გამოქანდაკებული ოთახებიდან. იშლებიან ციხე-ქალაქ მონასტრის წინ, იციან მზის სხივების მატება ისევ ქანდაკებად აქცევს ვარძიას და თითქოს ცდილობენ ეს არ დაუშვენ. მაგრამ სინათლე, რომელიც ყოველ წამს ასმაგდება, მაინც ეფინება ქვაბულთა კედლებს. თეთრდება ვარძია, ქანდაკდება და წინანდელი სიმტკიცითა და მოხდენილი სიმკაცრით ელოდება იმ პირველ ტურისტთა ნაკადს, რომელსაც მასთან დაბლა მდგომი სტუმართათვის განკუთვნილი მიკროავტობუსი ამოიყვანს. ამ შეგრძნებებისგან ავსებული უმოწყალო და ჩაფიქრებული ვტოვებ ვარძიას. მივდივარ და თან აკვიატებულად თავში ტრიალებს ილია ჭავჭავაძის კალმით ნაწერი სიტყვები. საკვირველს მედიდურ სანახაობას წარმოადგენს მესხეთის საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აყვავებულა, ჩვენ სიცოცხლეს იქ უჩქეფნია, ჩვენი სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თავისი სახელგანთქმული დროშა. ასე ამგვარად 50-ე სერია დიდებული ციხე-ქალაქ მონასტრის ვარძიის შესახებ დასასრულს მივახოდა
მინდა სიუჟეტის ბოლოს ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ვარძიის ნაკრძალ მუზეუმის დირექტორს ილია თედორაძეს, რომელმაც მომცა საშუალება მემუშავა ამ დიდებულ ძეგლზე. ასევე აქ მოღვაწე სასულიერო მამებს, რომლებიც ასევე ჩემს გვერდში იყვნენ. მინდა კიდევ მადლობა გადაუხადო ჩემ უფროს მესხმეგობარ კახა ზედგინიძეს, რომელმაც ესე ვთქვათ, სტიმული მომცა და გამბედაობა იმისა, რომ შევჭიდებოდი ვარძიის სამონასტრო კომპლექსსა და ციხე-ქალაქს და ასევე ჩემს ოჯახს, რომლებიც პირველად ესე ვთქვათ, დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებზე მუშაობისას მთელი ოჯახის სრული შემადგენლობით გახდით მესხეთში. ასევე მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის ქეთევანის, რომელიც ყოველ დილით ჩემთან ერთად დგებოდა და მომყვებოდა ვარძიაში, რათა რაც შეიძლება დეტალურად მოგეხდინა მისი ფირზე აღბეჭდა. ანაჩენი კი იზღა შემიძლია ტრადიციულად თხოვნისა და მოწოდების სახით დაიწყოთ, ისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები და დღემდე არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და დაელოდეთ დაკარგული დიდებული მესხეთის ახალ მომდევნო სერიას. კარგად.